მე ძირფასებო. დღეს ახსნი როგორ უნდა მოვხატოთ დანაზე რაიმე ჩვენი სურვილისა მემი. აქ თქვენ ხედავთ სკოტჩი მაქვს დაკრული. სკოტჩი მაქვს დაკრული და ხედავთ მოხატულიც არის ასე თუ ისე ჩანს. აქ არ მისვია მე არც მანიკური, არც რაღაცა ზედმეტი. რომ მოიხატება, აქედან უკვე ავაცალე სკოტჩი მოხატულია. რომ გაბრიალდება, უფრო ლამაზი გამოვა და დამშვენდება. ეხლა როგორ ხდება ეს ყველაფერი? აქ არის კბილები. ეს დრაკონის თვალია, ეს დრაკონი არის მთლიანად. ეს არის ტამა გაუკასავით რაღაცა ესეთი ნაჯახი, რომელიც მეგობარმა გააკეთა და მთხოვა ცოტა მომეწის რიგებინა. როგორ ვაკეთებთ მოხატვას? მე მაქვს აი ძველი კომუნისტების დროს შეიძლება გახსოვდეთ. ხეზე ამოსაწვავი იყო ხოლმე, რომელსაც აქვს აი ესეთი 0.5 მმ-იანი სპირალი, რომელიც 12 ვოლტზე ცხელდება, თუ 6 ვოლტზე ირთვება და ცხელდება, რომელიც გაცხელების შემდეგ მე ხა ცოტა ხატვა მეხება, ცოტა. ხო და პირდაპირ ზეპირად ხატავ ხოლმე. შეგიძლიათ რამე ესკიზი გააკეთოთ და ეს სპირალი რომ გაცხელდება, მერე უკვე წვავს და რკინამდე ჩავდივართ. და ნებისმიერ რამის მოხატვა შეგვიძლია. შემდეგ სკოტჩ დაკრულს რომ აი ესე ცხელი სპირალით მოვხატავთ და ამ ყველაფერს ამოვწვავთ და რკინა უკვე განთავისუფლდება სკოტჩისაგან. ჩვენ გვჭირდება მეორე ბლოკი, კვების წყარო, კვების ბლოკი, რომელზეც მაქვს პლუსი და ასევე მაქვს მინუსი. კვების ბლოკი ეს ლეპტოპის დამტენი წავა და რა ბევრი რამის დამტენი წავა რა მოკლედ. ამ შემთხვევაში მე მაქვს რაღაცა დამტენი იყო ლეპტოპივით და არის 13 ვატიანი თუ 12 ვატიანი დამტენი. 13 ვატი და 8 1500 მილი-ამპერი, მაგრამ მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ძირითადად დამტენია რა. ცოტა მეტი თუ იქნება ცოტა ნაკლები ეს ხარისხებს თქვენ არ შეეთყობა თქვენი ნამუშევრის ხარისხს. ჩართვის შემთხვევაში აუცილებლად პლუს ვაკეთებ რკინაზე. ანუ შედის დენი რკინაში. რკინაზე აუცილებლად. პირზე თუ რავი დანაზე ნაჯახზე რავი. და მინუსით მინუსი მაქვს გრაფიტის ჯოხზე დამაგრებული. გრაფიტის ჯოხები თუ გაინტერესებთ სადეშოთ, ეს არის ძველი ელემენტები უნდა დაშალო და შუაში უდევს გრაფიტის გული. ამ შემთხვევაში ცოტა სქელი გრაფიტია, მაგრამ ისე წვრილი შეიძლება. ბამბაზეთ ჩვეულებრივი ბამბა და მარილი, წყალი და მევამატებ ძმარს. მარილი და წყალით მუშაობს, ძმარი უფრო აგიჟებს ამ ყველაფერს და უფრო კარგად აჭმევინებს. და აი ესეთი მეთოდით ჩავაწობ და გადაუსმევ. აი ესე ნელ-ნელა უსმევ. ანუ ჩავაწობ და უსმევ. რა თქმა უნდა, დენი უნდა იყოს შეერთებული. წყარო. მე მეტი როგორ აგიხსნათ ახლა ეს ამბავი არ ვიცი. კიდევ მიმეორებთ. სკოტჩს ვაკრავ გაბრიალებულ დანას. შემდეგ ამოსაწვავით სკოტჩზე წვავ და ვჭრი ფორმებს, როგორცაც მინდა ისეც. შემდეგ ბლოკზე კვების წყაროს ვაერთებ პლუს და მინუს. მინუს ბამბიან გრაფიტიან ჯოხს ვაწობ მარილ წყალში, რომელსაც ძმარიც აქვს დამატებული და უსმევ და იჭმევა. ჭამს და ჭამს. თუ დანა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მაგალითად ესეთი ჭურჭელი, პლასმასის ჭურჭელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ესეთი ჭურჭელი, ღვინის ბოთლის ჭურჭელი.
აი, თუ გაძლევთ საშუალებას დანასროთ ჩაიდოს შიგნით პირი, მაშინ შეიძლება ჭურჭელში პირდაპირ კარგად დასკოჩოთ, დეტალები სადაც შეიძლება შეეპაროს მანიკურით ამოუღებოთ, დაგრუნტოთ და ჩაუშვათ. ამ ყველაფერს აკეთებენ მანიკურითაც და მანიკურით ხატავენ, ესე რომ ვთქვათ, ფაქტიურად ნეგატივი გამოდის. მაგრამ მანიკურით ხატვა მე ცოტა მეზარება, ესე რომ ვთქვათ. და ვთქვირო წვალება. ამიტომ ყველაზე მარტივი ჩემთვის ეს არის. არის მეორე მეთოდი, რომელსაც სხვა ვიდეოში გაჩვენებთ. მეტი რა გიხსნათ, ასე ვაკეთებ რა, არაფერი საიდუმლო აქ არ არის.